ყველაფერი ქართული უცხოელი ტურისტებისათვის და ადგილი, რომელიც მალე აგროტურიზმის ცენტრი გახდება. M Group-მა ჟურნალისტებისათვის ინფოტური მოაწყო, თუმცა ყვარლის ტბაზე მედიისათვის საკმაოდ ხალისიანი აღმოჩნდა. დატვირთული რეჟიმის გამო ერთი დღე კურორტზე სასტუმროს მენეჯერებმა მათ მიუძღვნეს. ლელა ციკლაური იმყოფებოდა ყვარელში. ყველაფერი ქართული უცხოელი ტურისტებისთვის და ადგილი, რომელიც მალე აგროტურიზმის ცენტრი გახდება. ყვარლის ტბა და მე-17 საუკუნის ციხესიმაგრის ნანგრევები, რომელიც პირველად უცნობმა ფრანგმა მოგზაურმა აღმოაჩინა. საუკუნეების შემდეგ კი კომპანია M Group-მა კურორტად აქცია. გზა ყვარლისკენ და შემდეგ ყვარლის ტბისკენ 1 საათზე ცოტა მეტია. ადგილზე კი ყველაფერი იმისთვის, რაც დასასვენებლად ადამიანს სჭირდება. M Group-მა ინფოტური ჟურნალისტებისთვის მოაწყო. სოფლის ცხოვრების შეგრძნება სხვადასხვა უწყების პიარის სამსახურის უფროსებსაც მოუხდათ. პირველი გაჩერება კურორტ ყვარლის ტბის ბაღებია. ამავე კომპლექსში შედის სანადიმო ეზო, რომელიც მოწყობილია ქართულ სტილში, არის მცირე ზომის სამზარეულო წყაროსთან და თქვათ აი ქართული სუფრის ლაზათი სულით და მთელი სიძლიერით შეიგრძნობენ. ყვარლის ტბაზე ტურისტებს შეუძლიათ თავად შეწვან ქართული მწვადი და დააგემოვნონ. ამოალონ ქართული ჩურჩხელა. მე მგონი მეც პირველად მომიწევს ახლა ამოვლება. ძალიან მაგარია. ესეც ასე. და ყველაზე მთავარი დააცხონ ქართული შოთი, ქართული პური. მე ახლა აქ ვეღარ ჩავაცხობ, იმიტომ რომ უკვე 5 წუთში ძალიან მაგარი შოთის პურები გვექნება. ყვარლის ტბასთან ახლოს გაშენებულ ბაღში სპეციალურად მოწყობილი ეზოა. ამ ადგილს სანადიმო ქვია. სანამ უცხოელი ტურისტები რამდენჯერმე ხილის დატვის შემდეგ თონეში პურის ჩაწყობას საბოლოოდ ისწავლიან, მანამდე პრაქტიკებს აქ ქართველი ჟურნალისტები გადიან. გამოცდა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ქვევრზე кейფიც კახური წესია, თამადაც და სადღეგრძელოებიც. მედიის წარმომადგენლებს ქართული ტრადიციების არც ერთი დეტალი არ გამორჩენიათ. გაუმარჯოს აბა. იმის გურდები თავად, აი. მართლა არ ეჩვეულებია, გარემო ის ნამდვილი ქართული, გარემო ქართული სამზარეულო არაფერი არ ჭობს აკეთებს. ძალიან მაგარია, თამთესხელი გამომწვარი შოთის პური არის, განსაკუთრებით. დიახ, და იცი რა გელოდება ჩემი ხელით ამოვლებული ჩურჩხელა. ადგილი, სადაც ყვარლის ტბის ბაღებია გაშენებული ნეკრესის სამონასტრო კომპლექსის გადმოსახედიდან ხელის გულივით ჩანს. აქვეა გრემით და თანამედროვე ტიპის სასტუმრო, სადაც ქართული არქიტექტურის სტილი ბოლომდე დაცულია. ეზო, ვენახი და სხვადასხვა ჯიშის ხილის ხეები. მოსავლის აღებაში აქ მონაწილეობის მიღება თავად ტურისტებს მოუწევთ. ეს აგროტურიზმით გატაცებული ტურისტებისთვის. კიდევ ერთი სასტუმრო კი, რომელიც ყვარლის ტბის საკურორტო ზონაში შედის, ბაღებიდან 7 კილომეტრშია. აქ გაცილებით მრავალფუნქციური სასტუმრო და გართობისთვის ფართო არჩევანი. ველოსიპედები, ვისაც მთაში სიარულისთვის მუხლი უჭრის და ტბაზე ნავები, ვისაც ნიჩბოსნობისთვის სპორტული ჟინი ერჩის. უკვე მეოთხე ჯერ არის საკვარტალო პროფესიონალი ჯერ არა, მაგრამ ცოტა ხანში ალბათ დავდგენ. რა ტიპის ტურისტები? სიგა ყველა სახის ტურისტებს არის გაწეული, მათთვის ვისაც უბრალოდ უნდა რომ თბილისს მოწყდეს ცოტა ხანი და გამოითიშოს ყოველდღიურ ცხოვრებას. ყვარლის ტბის სასტუმროში უკრაინელ და რუს დამსვენებლებსაც წავაწყდით. უცხოელებს ნომრები ოქტომბრამდე უკვე დაბრუნილი აქვთ. მე დიდი სიამოვნებით არა მხოლოდ ჩამოვალ საქართველოში, არამედ რეკომენდაციას გაუწევ ჩემ მეგობრებსა და პარტნიორებს. ძალიან მაგარი ადგილია, მაღალი დონის მომსახურება. ახლახანს ჩამოვედით შვეიცარიიდან, რომელსაც მე მგონი ყვარლის ტბას ჯობს. აქ ჩამოდიან ტურისტები და ეს არის 12 თვის განმავლობაში ძალიან დატვირთული ადგილი, ნიშნავს იმას, რომ რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით და სხვა სერვისის თვალსაზრისით, ასევე დასაქმების კუთხით. სტუმრად ყვარლის ტბაზე მედიისთვის საკმაოდ ხალისიანი აღმოჩნდა. დატვირთული რეჟიმის გამო ერთი დღე კურორტზე სასტუმროს მენეჯერებმა მათ მიუძღვნეს. შესაბამისად, გართობის ყველა საშუალება იმ დღეს დაკავებული იყო. ნამდვილად არა და დიდი მადლობა. შვენიერი პირობებია დასვენებისთვის. დღეს აი შეიძლება თამამად ითქვას, რომ ხალი პატარა 64 კარგია დასასვენებლად ჩვენთვისაც და ასევე რა თქმა უნდა ჩვენი სტუმრებისთვის. გამოცდილებლად ჩამოვიღოთ, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ადგილია. მედიის ერთი დღე ყვარლის კურორტზე გათამაშებით დასრულდა. სამ გამარჯვებულს არაორდინალური პრიზები, ვიკენდი ყვარლის ტბაზე, ერთი კოქტეილი და წილად კახურ შოთის პურში გახვეული ცხვრის ყველი ერგოთ.